ტაშის დაკვრის გამო დაკავებული სტუდენტი ამ დრომდე იზოლატორშია. ლუკა გოგია პოლიციამ პარლამენტის წინ აიყვანა. ტაშით ახალგაზრდა მწუთებით ადრე თანამებრძოლების სკამების გამო დაკავებაზე დააფიქსირა პოზიცია. სტუდენტ გოგოებს სკამები აქციაზე მყოფი პოლიტპატიმრების დედებისთვის მიჰქონდათ. ისინი რამდენიმე საათში ხელწერილით გაათავისუფლეს. თუმცა ბახუტაშვილი აგრძელებს თემაზე საუბარს ფორმულას პირდაპირ ეთერში. დიახ, ლუკა, სანამ უშუალოდ გუშინ მომხდარი ინციდენტზე ვისაუბრებ, მანამდე გეტყვით, რომ გუშინ მომხდარის შემდგომ სეულის სტუდენტებმა რეჟიმის უკანონო ტყვეების მშობლებთან ერთად კიდევ ერთი ღამე გაათენეს. ისინი უკვე მე-6 დღეა საქართველოს პარლამენტის წინ ათენებენ და ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს და სოლიდარობას უცხადებენ რეჟიმის უკანონო პატიმრებს. რაც შეეხება გუშინ მომხდარს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ლუკა გოგია, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი არის და პროტესტის აქტიური მონაწილე არის. ამ დრომდე რჩება პატიმრობაში. ის დიღმის იზოლატორში არის გადაყვანილი, ხოლო სეულის სტუდენტები თაკო გვილია და თათია აფრიამაშვილი ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გამოუშვეს და გაათავისუფლეს. ისინი კახეთის გზატკეცილზე პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი. როგორც თავად სტუდენტები ჩვენთან საუბრისას იხსენებენ, ისინი სკამების მოტანის გამო დააკავეს. პოლიციელებმა მათ განუმარტეს, რომ საკანონმდებლო ორგანო სტრატეგიული ობიექტი არის და პლასტმასის სკამების მოტანა შესაძლოა აქ საფრთხის შემცველი ყოფილიყო და ისინი პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. თავად სტუდენტების შეფასებით ეს ფაქტი არის ტერორის მოწყობის მცდელობა ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან და იზღუდება მათი უფლებები, მათივე განმარტებით, როდესაც ცივ და წვიმიან ამინდში არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ შესაბამისი ინვენტარი მოიტანონ. ტერორის მოწყობა უნდათ, მაგრამ რეალურად ტერორის მაგრად ცირკს დგამენ. ცოტა ირონიულები იყვნენ პოლიციელები ჩვენს მიმართ, ცდილობდნენ რომ პოლემიკაში შემოსულიყვნენ ჩვენთან და გვესაუბრა პოლიტიკაზე, ჩვენი პოზიციები გაეგოთ, ან თავს მოეხვეთ მათი აზრი. ძალიან საინტერესო პოზიციები მოვისმინეთ პოლიციელებისგან, სხვათა შორის ჩვენს პოლიტიკურ შეხედულებასთან დაკავშირებით. ხელწერილთან დაკავშირებით იქვე როცა ლუკა გოგიაზე თქვეს რომ იზოლატორში უნდა გადაიყვანოთ, მაგ წამს გავიგეთ რომ ჩვენ ხელწერილით გვშვებდნენ გარეთ. რაზეც რა თქმა უნდა პრეტენზია გამოხატე ვუთხარ რომ ხელწერილზე ხელმოწერას არ ვაპირებდი დათანხმებას იმასთან დაკავშირებით რომ რაღაც დანაშაულით ჩავიდინე და აღარ განმეორებდი და ამის შემდეგ და მაგაზე მითხრეს რომ არ აქვს მნიშვნელობა შენ ხელს მოაწერე თუ არა, ჩვენ დაგიშვათ აქედანო. ლუკა გოგია გადაიყვანეს იზოლატორში. ყველანი ვიაზრებთ იმას, რომ აქ საუბარი არ არის არც სკამებზე, არც პლედებზე, არც ბალიშებზე. საუბარი არის იმაზე, რომ მათ უნდათ ამ გზებით ჩაახშონის პროტესტი, რომელიც ამდენი ხანია მიმდინარეობს, თუმცა ჩვენთვის გაურკვეველია, რით ვერ მიხვდნენ ვერც არალეგიტიმური მთავრობა და ვერც მათი პოლიცია, რომ არ არსებობს არანაირი ზეწოლა, არანაირი ძალის დემონსტრება, რაც შეიძლება ჩვენი პროტესტი ჩაახშოს და ჩვენი ფიქრი ქვეყანაზე და მის მომავალზე რაიმე სახით შეაფერხოთ. სტუდენტების დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი არის, რომ ეს არის სტუდენტების მიმართ შეკრებისა და მანიფესტაციის უკანონო დარღვევა, რაც შეიძლება იწვევდეს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, რადგან ამ ადამიანებს უწევთ ღამეების გათენება ღია ცის ქვეშ საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც არ არსებობს შესაბამისი ინვენტარი და მით უმეტეს ცივ და წვიმიან დღეებში იმის აკრძალვა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან მოიტანონ თუნდაც სკამები არის უკანონო და განცხადებაში ასევე არის ნათქვამი, რომ პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაული უკანონოდ დაკავება შეიძლება ნიშნავდეს დანაშაულსაც. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებისთვის სკამების ან პროტესტის გამოხატვის უზრუნველყოფისთვის საჭირო სხვა ინვენტარის დროებითი კონსტრუქციების გამოყენების აკრძალვა შეკრების თავისუფლების დარღვევას წარმოადგენს. მით უმეტეს გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი ინვენტარის გარეშე სტუდენტებს ცივ და წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ სველ ზედაპირებზე უწევთ ღამეების თენება, რაც მათ ჯანმრთელობას საფრთხის ქვეშ აყენებს. აშკარაა, რომ დემონსტრანტების დაკავება არის უსაფუძვლო და წარმოადგენს სტუდენტურ პროტესტთან რეპრესიული და უკანონო ბრძოლის კიდევ ერთ გამოვლინებას. პოლიციის თანამშრომლებს შევახსენებთ, რომ ადამიანების უკანონო დაკავება დანაშაულია.
ლუკა გოგია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ამ დრომდე დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში არის. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ის იქ 48 საათს გაატარებს, ხოლო დანარჩენი სტუდენტები პროტესტს საქართველოს პარლამენტის წინ რეჟიმის უკანონო ტყვეების მშობლებთან ერთად აგრძელებენ. გუშინ მომხდარი ფაქტს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც, რომელმაც ტაშის გამო დაკავებულ სტუდენტებს და პარლამენტის წინ სკამების მოტანის გამო დაკავებულ სტუდენტებზე და ამ ფაქტს შეაფასა და თქვა, რომ ის, რასაც პოლიცია აკეთებს, არის თვალხილული მაგალითი და უწოდა ამ მოვლენებს კაფკა თბილისში.